მინდა კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოუთქვა ირანელ ხალხს, ირანის მოსახლეობას, როგორც ყველაფრიდან ჩანს დღეს 8 საათზე არის კიდევ დაგეგმილი დიდი აქცია და შეიძლება დღეს საღამოს აღმოჩნდეს ის, რომ აითოლა დაამთავრებს თავის მოღვაწეობას. რა ვიცი, მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო, კიდევ ერთხელ უსურო გამარჯვება და ახლა ის რომ რუსეთის გარდა არც ერთი თითქმის მუსულმანური სახელმწიფო ირანს არ უჭერს ხარს, რუსეთი და ერთ საქართველო დარჩა მგონი და არავინ მათ არ უჭერს ხარს და მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგი არიან, ახლა აქ რომ გამარჯვება იზეიმებს, მე უკვე ეჭვი აღარ მეპარება ერთი წამით. კარგი იქნება თუ რაც შეიძლება ნაკვები სხვეპლით დამთავრდება, მაგრამ ირანელი ხალხი რო გაიმარჯვებს, ამაში ეჭვი არ მეპარება არანაირად და უსურვებ რომ მალე ყოფილიყოს, ნაკლები სხვეპლით ყოფილიყოს, გაკვეთილები ესწავლოს ისტორიის და ნამდვილი დემოკრატიული ნორმალური სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულიყოს. რა ვიცი, რა უნდა უსურვოთ მეტი და მინდა ერთი რამ თქვა, მხოლოდ ერთი რამ. ეს გამოსვლები დაიწყო რეგიონებში და არა დედაქალაქებში. ისე ამას დიდი ხანია ვიძახი, რეგიონები გავააქტიუროთ და თუ რაღაცებს გავითვალისწინებთ, იქნება კარგი და დაიწყო რეგიონებიდან და დაგვირგვინდება თეირანში, დედაქალაქში. ამას თუ გავითვალისწინებთ, ძალიან კარგი იქნება და ახლა რუსეთი რო უკვე სამხრეთში ყველგან კარგავს, დასაყდეს ერთი საქართველო რჩება და აქაც რო უნდა დამთავრდეს და უკვე რუსული იმპერიის გრევის დრო დადგა, ამაში თუ ვინმე ეჭვი ეპარება, კაი ბატონო, შეგეპაროთ ეჭვი, მაგრამ გაიგვიძებთ ერდილას და ნახავთ, რომ რუსული იმპერია აღარ არსებობს რა. მე ამაში ვარ ხმად დარწმუნებული, ულოცავ კაცობრიობას, ერთი დიქტატურის დამთავრებას და მეც მალე მოგველოცოს საქართველოსთვის ჩვენი დიქტატორი ბიძინა ივანიშვილის გადაგდება და მანამდე ახლა თუ მიხვდება ამ მოვლენებით ვენესუელაში და ირანში რაც ხდება და პატარა ტვინს გაანძრევს და არ დაუყავს მის თავს და მის ოჯახს, იქნება კარგი. თუ არა და მოუწევს ის, რაც ახლა უწევს ეგერ ხომეინს და გაითვალისწინოს შობია. მადლობთ ყურადღებისათვის.